საღამოშვიდობისა პატიცომ და მაყურებლობა ეთერში გადაცემა საუბარი მოწმოთ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთაისის ავანგარდის დასახლების წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია კარგაძე. დაგვრაცეთ მამა ილია. მამა ილია, თქვენს გილოცავთ კიდევ ერთხელ ჩვენ თელ საქართველოს ულოცავთ, ჩვენ ტელემაყურებლებს ულოცავთ ახალი პატრიარქის ცხუნხაზეთის მიტროპოლიტის მეუფე შიო მესამეს ასე იწოდება ხო? შიო მესამეს არჩევას და მიცეს პატრიარქს, ახალ პატრიარქს ძალა, მადლი, რომ ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენი ეკლესია, მისი საჭე ემართოს ისე, როგორც მართლმადიდებლურ პატრიარქს ევალება და არის აუცილებელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მთელი საქართველო ხარობს ამ არჩევნებით და ამ გამარჯვებით. მამა ილია, დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, მოდი კვირის ახარების განმარტებით. ეს კვირა, როგორც მოგხსენება, სამარიტელის კვირა იყო და ამიტომ შესატყვისი სახარებაც იქნა წაკითხული. ესა ივანეს მეოთხე თავი. მეხუთე მუხლიდან იწყება, აქ უკვე მოთხრობილია თუ როგორ შედის სამარიაში მაცხვარი და მოვიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსაც ქვიან სუქანო. მახლობლად დაბასა, რომელი მისა იაკობს იოსებს ძესა თვისა. და იყო მუნწყალი წყარო იაკობისა, ხოლო იესო მაშვალი ძისა სულისა ჯდა წყაროსა მასედა ჟამიყო ვითარ მექვსე. მივიდა დედაკაცი სამარიით. ესევდა წყლისა და რქვა მას იესო, მას უმეწყალი. რამე თუ მოწაფე მისი წასული იყო ქალაქსა, რათა საზდელი იყიდონ. ქვა მან დედაკაცო, მან სამარიტელი მონ. ვით არ შენ ხურეაი ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ სამარიტელისა დედაკაცსა, რამე თუ არა შეეხებიან ხურიანი სამარიტელთა. და მას შემდეგ გავაგრძელებ. აქ არის ძალიან კარგი ადგილი ის, რომ სამარიტელებსა და იუდეებს შორის ძალიან დიდი განხეთქილება იყო. ჩვენ ვიცით, რომ 12 ტომე ისრაელისა, როდესაც გაიყო, იუდია ცალკე წავიდა თავის ორი და დანარჩენი სამარიტელი სამარია უკვე ცალკე გაიყო და ძალიან დიდი მტრობა იყო მათ შორის. ერთი თავისთავად იქადნიდა, რომ აი ჩვენი მამები აი ამ თასაზე და ამიტომ ხდება მაგალითად აბრაამი, რომელიც უნდა შეეწირა აქ იაკობზე რაც არის საუბარი. ამიტომ ისინი აი ერთგვარ სამართალს პოვებდნენ, რომ სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი უფრო სარწმუნება ის ორი და აქ ხდება ღვთისმსხო მიკორძება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე ჩვენ ხედავთ მე საუბარს თვითონ დედაკაცსა თუ როგორ მიმართავს, რომ გაუკვირდა დედაკაცს, რომ სამარიტელს იუდეველმა როგორ მიმართა და უცხო წყალი მას, იმიტომ რომ დედაკაცს კი არა ქალაქზე არ გადაატარებდნენ, ისეთ რაღაც დამოკიდებულება იყო ერთმანეთთან. ხო და მაგრამ აი წმინდა მამათა განმარტებებში განსაკუთრებით ივანე ოქროპირისას რომ ნახო, აი არის რომ ღმერთი ხო ადამიანის შინაგანს ჭვრეტს. ამიტომ ეს იყო ის დედაკაცი, რომელშიც იყო მიუხედავად იმისა, თავის ხორცი რაღაც ცოდვილი მიდრეკილებანი, მაგრამ მას ძალიან ჰქონდა ამ სამარიტელ დედაკაცს ღვთისადმი ლტოლვა და ძიების სურვილი. და ეს უკვე გამოჩნდება აი შემდგომ უკვე, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, იმიტომ რომ აქ უფალი რეუბნება მიუგო იესომ და რქვა მას, უკვე თუ იცოდე შენ ნიჭი ღმრთისა და ვინარს, რომელი გეტყვი შენ, მეც მეწყალი რაითავს სვა, შემსა სხოვდეს მაზა აქ, ცამცა წყალი ცხოველი. ქვა მას დედაკაცმა მან, უფალო, არცა სავსებული გაქვს და ჯურღმული ესე ღმარს, ვინა გაქვს შენ წყალი ცხოველი. იმიტომ რომ თავდაპირველად მას ეგონა რომ ამ წყალზე, მაგრამ პერიოდსაც უკვე მიხვდება და უпроსორად რომ აი მიახვედროს კიდევ და ჩააღმავოს სულიერ პროცესში. აქ არის ძალიან კარგი რამ, რომ უფალი ამ სამარიტელ დედაკაცს აი მიუნიშნებს თავის პიროვნულ რაღაც პროცესზე. და
საერთოდ ერთი რამ არის, რომ უფალი ისეთი ძალიან მოსიყვარული მამა და ფაქიზია, მოსწონს ადამიანი, რომ თვითონ რომ მიუნიშნოს, ოღონ მან უნდა გამოსქვას ეს. და აქ ჩანს ძალიან კარგად რა როდესაც ეუბნება რომ მოხადეო ქმარსა შენსაო და მე უქმარი არ მგივისო და მე უფალი უწინასწარმეტყველო ეს წინასწარმეტყველობა ერთგვარი მისდამი აი უკვე სულიერი გზის გახსნისაკენ მიდის დიახ სორაბძანე უქმარი არ ახავს შენო ხოლმე რომ და აქ არის კიდევ ძალიან კარგი საუბარი რომ ეუბნება ნუ უკვე რქვა მას დედაკაცმა მან უფალო არც ასავსება ხო ნუ უკვე შენ უფროის ხარ მამისა ჩვენისა იაკობისა ეხლა სამარიტელს არ ეუბნება რომ ვარ იმიტომ რომ ჩვენ ვკითხულობთ მაგალითად იოანეს სხვასახა თავში არის მაგალითად თქვენი მერვე თავი არის სადაც რომ აბრაამს რომ მამა თქვენსო უხარო და ეხლა ჩემი დღე იხლა და განიხარო მაგრამ აქ სამარიტელ დედაკაცს გაუფრთხილდა უფალმა და არ უთხრა და ამიტომ გადაუტანა ხო გადაუტანა პირიქით უფრო მეტად გაუფრთხილდა ამ ადამიანს და ეუბნება რომ აი მე გადმოვანაკეთ თქვა დედაკაცმა უფალო მეც მეწყალი ესე რაითა არა მწყუროდეს არღარა მოვიდე ახავსებად თქვა მას ესო წარვე და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედაქა მიუგო დედაკაცმა მან და თქვა არა მივის ქმარი თქვა მას ესო კეთილსკო ვითარმე არა მივის ქმარი რამე თუ ხუთი ქმარი გესხენ დაც რომელი გივის არ არის ქმარი შენი ესე ჭეშმარიტ თქო ანუ ეს კი არა დამალა ეს ზოგჯერ ხო არის რომ ადამიანი არა ამოთხა ჭეშმარიტ თქვი შენ თქვა მას დედაკაცმა მან უფალო ხედავ რამე თუ წინასწარმეტყველი ხარ შენ საერთოდ ადამიანი რომელიც უკვე მიდრეკილი არის ცოტა ამ პატრონულ სენისაკენ ის მხილება უფრო მეტი დამარყოლებელია და ხიზიანდებიან ამიტომ წერია რომ სოლომონი ბრძენიამოსო ბრძენი ამხილე უგნოსო შეეშვია ზენიო შეგიყვარებს უგნერ მოგიძულებს და ამ სამართალ დედაკაცის სიბნე სწორედ ის იყო რომ როდესაც უფალმა ამხილა მისი აი არა კეთილი ისკენ მისი ცხოვრებისკენ კი არ დაამკოლდა და კი არ დაიწყო დაუშვათ არამედ თქვა სწორი ხარო შენ უფალო რომ ასეთი ცოდვილი ვარ მეო და თავის ცოდებში ჩაღმავებული და მხედველი ადამიანი რომელიც მუნანული იყო და შინაგანი განცდა ჰქონდა ამიტომ ამ განცდათვისაც ცოდვათან შესაძლებელი შეხედა რომ მაცხოვარშიც უკვე წინასწარმეტყველო სული ის კი არა მაგირა მაკადრე და როგორ მაკადრე და ეხლა წარმოვიდგინე შენ რომ მოძღვარმა ვინმეს ასე მიუთითო როგორ ორიენტელი შეიძლება წამოვიდეს ხო მაგრამ აქ უკვე აი ამ დედაკაცისა როგორც ახარება სხვა ადგილია მაგრამ არა კათილას მოღება შვილთა და დაღება ძაგთავ ხო გასვთ აი როგორი სიტყვარი და ხო და ამან ასე უნება იქაც დედაკაცს ეს სიბრძნე რომ უფალო განო ნასუფრალიდან გადმოგიძებულება სამცეცებიდანო ძაღლების ხო ჭამენო თავისავე ძაღლა აი რამხელა დიდი თამდაულო და ღვთისის სათნოეს მამანი ჩვენი ეხლა რა ხდება ამან რომ უკვე დედაკაცმა მიხვდა რომ ეს უკვე არ არის უბრალო ადამიანი და აწუხებდა მაშინაგანად რომ ჩვენთანაა ჭეშმარიტება თუ იუდიაში და ამიტომ უფრო მეტად რომ ჩაღმავებულიყო და გაირკვია სწორი გზა ანუ უფლის გზას ეძებდა ეს დედაკაცი აქ ჩანს მამანი ჩვენი მთასა ამასა თაყვანსებდნენ და თქვენი იტყვით ვითარმეთ იერუსალიმს არის ადგილი სადაც ჯერ არს თაყვანისება თქვა მას იესო დედაკაცო გწმენი ჩემი რამე თუ მოვალ ჟამი ოდეს არც ამასა მთასა არცა იერუსალიმს თაყვანსემენ მამასა აი ეს უკვე წინასწარმეტყველობა რომ ანუ მაცხოვარს უკვე აღარ მენ ანუ მესია რომელიც უკვე მოდის დედამიწაზე რომ არც იერუსალიმში და არც სამარიაშიც უკვე ჭეშმარიტად მაგრამ ვინ მიიღებს მე თაყვანის თქვენ თაყვანის სემთ რომელი არ აიცით ხოლო ჩვენ თაყვანს სემთ რომელიც ვიცით ეხლა უკვე იქ მიუთითა რომ ის ესე იგი სამარიაში უკვე სარწმუნება არასწორი არის რამე თუ ცხოვრება ჰურიათაგან არის ანუ მესიაც ჰურიათაგან მოვიდა ანუ ის წინასწარმეტყველობანი რაც იყო სწორედ ამ
ბეთლემს ურიასთან აი განცხადა. არაվել მოვა ჟამი და აწვი არს ოდენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანისმცემელ მამასა სულითა და ჭეშმარიტებს. ამით თუ მამასაც ეგევის ვითარცა ეგევის თაყვანისმცემა მისდა. სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისცა სულითა ჭეშმარიტად თან არს თაყვანისმცემა. ქვა მას დედაკაცმა მან ვიცი რამე თუ მესია მოვალს რომელი რქვიან ქრისტე ოდეს მოვიდეს იგი მითხრა ჩვენ ყოველი თქვა მას იესო მე ვარ რომელი გეტყვის შენ ეს არის წარმოუდგენელი ადგილი სწორედ რომ ერთი ეს არის სადაც სამართლის დედაკაცი უნება რომ მე ვარ მესია და მეორე ის ბრმას რომელსაც თვალებს აუხილებს და როდესაც უკვე თელი ასე ვთქვათ აი ზოლიახმის დემსახურთა ის კასტა აი ფარისეულთა რომლებიც უკვე შურით აღიძვრებიან იმის ნაცვლად პირიქით უფრმას თვალი აუხილა დედის წიაღიდან ასე შობილის და ედიდებიან ღმერთი არამედ შურით აღიძვრებენ და შობლებიც მოუხმენ და შემდეგ ასე ვთქვათ ეკლესიის წევრობიდან განაგდნენ ეს ჭაბუკი და შეურაცხყოფაც მიაყენენ აი ამის შემდეგ ხდება უფალი ამ ჭაბუკს და ეუბნება რომ მე ვარ მესია და ერთი ამ სამართლის დედაკაცი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ადგილი სადაც მოწაფეები რომლებიც მაგალითად რო ეუბნებიან რომ აი უფალი შეხარზე დადუმდის არ თქვათ. იქ მალავს მაგრამ აქ უკვე ამ უკვე მოშოვნი ადამიანს რომელიც თვისის სათქმარს მას უცხადეს პირდაპირ ის უფალმა ვის უთხრას და ვის არ უთხრას ვი დაიტევს და ვერ დაიტევს დიახ იმიტომ რომ აქ უკვე კეთილი თესლი ჩანს მისი თამდა იმიტომ რომ როცა ადამიანს თავის შინაგანი სიგლახე გააჩნია ის თავისას აღარ იცებს იმიტომ რომ აქ დედაკაცმა თავისას რო ეძებნა მაშინ თავის მართლებას დაიწყებდა მე რა მოხდა ქმარი მყავს არა კიო ცოდვილი ვარო მაგრამ გადავიდა სულიერ საწყისებში და ეს აღთვისის სათქმე ძალიან რომელი გეტყვი რქვა მას იესო მე ვარ რომელი გეტყვი შენ და ამის ოდენ სიტყვასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისი და უკვიდათ რამე თუ დედაკაცსა თანა იტყოდა და არავინ რქვა მას რაისა იძიებ ანუ რასა იტყოთ მისთანა დაუტევს უკულ სარწმუნოა იგი მისი დედაკაცისა წარვიდა ქალაქა და უთხრა კაცთა მათ ანუ ეს დედაკაცმა მიატოვა წყალი არა გაიქცა სიხარულით თელ ქალაქს ახარა მე აი შემდეგ წერია და თელი ხალხი გამოეგება მაცხოვარზე რამოდენიმე დღე დაყო და მე ამ სამართლის დედაკაცს ეუბნება რომელსაც შემდეგ უფალმა ფოტინე უწოდა მას რომ უკვე შენი მტკიცებაო აღარ გჭირდებაო იმიტომ თავით ვისით უკვე ხედავთ რომ ეს ჭეშმარიტად მესია არისო თან აი ფოტინეს ცხოვრება მართლაც წარმოუდგენელი რამ არის რომ აი ფოტინეს ყავდა ორი ვაჟი და 6 დედმამიშვილები იყვნენ. წამედნენ სულ ყველა წმინდანებად არიან შერაცხულნი. და არა მარტო უბრალოდ წმინდანებად, არამედ ეს არიან ძალიან დიდი ერთ-ერთი მოწამეები, იმიტომ რომ ესენი აი მე ვეცადე მაინც რომ ჩამოვწერე მისი დედმამიშვილების სახელები წმინდა ფოტინე, რომელსაც აი შემდეგ უწო მაგრამ იქ არ ჩანს, მანამდე სინამდვილეში რა ეწერა. წმინდა ანასტასია, წმინდა ფოტო მერე წმინდა ფოტიდა აი და ეს არის ფოტიდა რომელიც გაატყავენ და მერე ჩამოწიენ აი ესე ხეები მოდრიკენ და გაუშვენ და ესე რო გაგლიჩენ და ესე აწამენ სასწაულად წმინდა პარასკევა და კირიაკია და მისი შვილი ვიქტორია ხო ხედავთავარი იყო ეს ძალიან დიდი წარჩინებული იყო და წარმოიდგინე იყო ქალაქის მთავარი მცირე აზიაში ატალიაში მისი ქალაქის მთავარი ვინც იყო სებასტიანი ეს ერთაყვანისმცემელი იყო მაგრამ ისე უყვარდა ვიქტორია რომელსაც ვიქტორიასაც მე უფალმა გამოცხადა ფოტინი უწოდა ფოტინი რომ ესეც სარწმუნოებაში მოიქცა და ეს უკვე მასიური ქადაგებები რო დაიწყენ და სახალხოდ მე უკვე იმპერატორა ნერონმა მას უკვე მოიწვიენ ისინი და ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტარვალი კაცი რომელიც იყო და რომელიც ცნობილია ჯერ
პეტრე და პავლეს ნერონი პეტრე და პავლეს და თელი ქრისტიანთა მასიური ერთეული პირველი დევნისა და ისინი აი სასწაულად აწამენ და როდესაც წარმოიდგნენ შვილები ასე უწამენ დედმამიშვილები ასე უწამენ მის შვილს და ამ სებასტიანეს თვალები დათხარენ და დილეგში რო ჩააგდნენ წარმოიდგნენ 3 წელიწადი იყო და ერთ-ერთი მერე გამოვიდა დილეგიდან და იმპერატორი უთხრა რომ ისინი რომელი თვალები დათხარებენ თვალებში უკვე იხედებიან და პირიქით თუ თავის იგი აქვს და თვითონ უგალობენ თავისუფალსო და ამას კიდევ განრისხდა ადგენდა ესენი მერე აწამენ და ფოტინე როდესაც მისი დაასი აწამენ დედმამიშვილები მკერდები დააჭრენ დაშანთენ და ასე წამები და წარმოიდგინე პირველი აი თელი ხელები დაუნტვრიან მგენით რა ქვია ხეებზე დაუდიან და ასე აწამებდნენ და იმის შემდეგ კიდო აი ამ თავხედმა ნერონმა ერთგვარი დაცვინა ხო არ იფიქრებ ეხლა მაინცო და მაშინ იყო მიანერწყვა სახეში ფოტინემ და უთხრა რომ აი ესეთი უტიფარი როგორ ახარო აი ამდენ ჯერ წამების წანჯვის გამოვდა ასე რომ ჩემი შვილები ყველაფერი და მე ჩემ ქრისტეს რომ და მე მთლიანად დილე ჩააგდებენ მაშინ რა ქვია ჯურმულში ჭაში ჩააგდებენ და ისე აღესრულება ამიტომ არის რომ მართლაც განსაცვიფრებელია ქრისტიანული გზა და წარმოუდგენელი რომ ქრისტე რომელმაც თავისი ჯვარცმით მთელი წუთი სოფელი გამოგვისნა ქრისტიანთათვის ეს წამების იარაღი სულიერ დამოტყუებული მიუხედავად იმისა რომ ხორცელი წამების ასეთი უწამების და აურაცხელი წმინდანები გვიმძან როგორც დავით და კონსტანტინე ჩვენთან როგორც შალვა ბიძინა ელიზბარი 100.000 ჩვენი წმინდა გიორგი და ყველას ბარბარე იქნება თუ ყველა დიდი წმინდანები აი რა მინდა რომ გითხრა შეკითხვაც არის ნუ რომ ავხსნათ კიდე ერთხელ კეთევან დედოფალი რო ეწამა მან თავის წამებით ქართულ ხალხს მაგალითი უჩვენა და განამტკიცა აი ხა თქვენ რასაც ყოფოდით ხო მე ვფიქრობდი ეგრეთ ჩემთვის და ხმერ შეძლო არ დაეშვეს როგორც თქვა პეტრე გამოუშვა დილეგიდან ხო და ხო საპრობლემო და აეხსნა ესე როგორც თქვა ლომები მიდიოდნენ ზოგში ეჯამდნენ თქვა და იყო შემთხვევა როცა არ ჯამდნენ და კატის გუნდებით ელაკუცებოდნენ ხო მაგრამ ესეთი მომენტებიც ალბათ მე აი ამას ვამბობ რომ საჭირო იყო ქრისტიანობაში როცა ქრისტიანული ისტორია ყალიბდება და თან საწყის პერიოდში რომ ჩვენ წმენაში გამტკიცებულიყავ და ჩვენთვის მაგალითი ვიღაც ყოფილიყო აი თუნდაც ფოტინე ხო აი მაგას ვამბობ იმპერატორ ნერონმა გაუშვა თავის სასახლეში რომ მის გოგოს დაავალა რომ მოექცია თავის აწმუნებას ანუ კეფთაყვანის უნდა პირიქით ფოტინემ ისინი მოაქცია და ისინი გახადა ქრისტიანები ესეთი რაღაც შემთხვევები ღმერთი უშვებს რომ აი ეგ ჩვენთვის მაგალითია ხო გზა არის რაზეც აი მათ გაიარეს და ჩვენ მივდივართ და ვერ ვიტყვით რომ ამას ვინ გააკეთებს გააკეთე უფალმა მთელი სამყარო გამოისყიდა იმიტომ ეს ერთია და ერთადერთია რომელმაც ეს ადამიანურსა გააბათილა და ჩვენ უკვე ეკლესიას მიანიჭა ხსნა მაგრამ აი რატო ქრისტიანელია ზოგი ეკითხავს რომ აი რატო უშვებს უფალე ამას ხო შეუძლია მაგას აი კეთევან დედოფალ მაგალითად არა მარტო თელი კახეთი გადაარჩინა არამედ იმდროინდელ საქართველოს ჩამოგვბანა აი ჩვენი ერთგვარად ცოტა და აი სინდის ნამუსი და იმიტომ რომ რა პერიოდში იყო კეთევანი ერთი მუჭა საქართველოს იყო და იმის უკვე ერთიანობა არ გააჩნდა ერთს რომ ერთად ამდგარიყო და სალსალგა სამთავროებად იყო და ანუ ერთ სულად და ერთ ხორცად არ იყვნენ შეერთებული ხო და ამიტომ იყო რომ სწორედ გაფეთიშებული იყო ასე მტერი ჩვენზე ქათიშა დაიბადა ანუ თავის ეს მოღალატური სული ვინც იყვნენ და არ უნდოდა სწორედ ის და გარე ძალებსაც არ აწყობდათ არც სპარსიც არ აწყობდათ ეს და მით უმეტეს სხვა ძალებსაც რომ ერთიანი ქართული სახე ყოფილიყო იმიტომ რომ უკვე მათთან ვერ მოერევი ხო უკვე ჭიდილი და ეს ბრძოლა უფრო ძნელი იყო აი მაგალითად როცა ქართკახეთს უჭირდა იყო კი მერთიანად სიხმარებული და ჩვენ გვაქვს ამისი თუნდაც ბაქტრიონიზათა სხვადასხვა ეგენი მაგალითად შემთხვევები რომ ჩადვი მაგრამ გაერთიანოს საქართველოს სახე ეს სულ სხვა პროცესი არის იმიტომ რომ გაერთიანოს საქართველოს სახე როცა იყო დავით აღმაშენებელი იბატონო თუნდაც მით უმეტეს თამარს არა მარტო ჩვენში გას არამედ მთელი კავკასია მაგალითად და ახლო
მეგობრები, რომლებიც იყო ჩვენთან, ძალიან დიდად უკვე გავლენას მქონებდნენ ქართველები და წარმოიდგინე ჩრდილო კავკასია ფაქტიურად იქ არსებული ეკლესია მონასტრების ერთგვარი დიდი ზეგავლენას უკვე ჩვენი ეკლესია ახდენდა და შემდეგ როდესაც კი უკვე მოიშალა ეს კავკასიაში სულიერი მართლმორწმუნე მე კი ვხედავთ რომ დაგური დაღიდა ესა მასიური გამოსლიმანება მოხდა მასიურად უკვე ხდება ჩვენზედაც ჯვარცმა ერი უკვე ჯვარცმული ხდება და ის არა მარტო 300,000 ქართველის ახიზუნა და წაყვანა, არამედ თუნდაც დაუკლარჯეთი რაღაც და ის ფაქტები დღესო ჩავიდეთ თუნდაც თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენ თვითონ ვიხართ რომ ის ვანდალიზმი რაც იქ არსებობს ჩვენ წმინდა ეკლესია მონასტრების ნაეკლესიარების მონასტრ ადგილებში მიხვდები თუ რა სულისკვეთება იყო და როგორ დევნა იყო და შევიწროება ქრისტიანთა ამიტომ ეს ყველა დიდი წმინდანები არიან რომელსაც უკვე ძალიან დიდი ძალაუფლება ენიჭებათ მას და ისინი არიან რომ უკვე ჩვენ გვეხმარებიან რომ აღძრა ჩვენში აი ქრისტესადმის სიყვარული ანუ პატარა ნაპერწკალს ოდესაც დაინახავენ ადამიანში უკვე მათ უკვე ენიჭებათ თავისი ჯვარცმის და ასეთი ცხოვრების მაგალითად ენიჭებათ მაგალითად შესაძლებლობა რომ ჩვენ მოხდეთ და დაგვეხმაროთ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას შემოგვიტანა ჩვენ დღეს რო ვართ თუნდაც ამ გარემოცვაში მართლმორწმუნეების სახე როგორ შევნახული მოელე აი როცა უფალი ამბობს სახარების ერთ ნაწილში რომ მე არ მინდა თქვენ ჩემი მონები იყვნეთ მე მინდა თქვენ ჩემი შვილები ჩემი მეგობრები იყვნათ აი აქ ამაში ძალიან სიღრმისეული რაღაც ჩადებული იმიტომ რომ დღეს ახლა არ გვიკვირს ჩვენ შეიძლება პირველ საუკუნეში მეორეში მესამეში და აქეთ კიდევ ვერ გაიგოთ ადამიანებს ეს რას ნიშნავს იმდენად აი დღეს ისეთ რაღაცებს იგონებენ უკვე თანამედროვე მასე რობოტებს და იმას უკვე ადამიანს ფიზიკურად ჯობნის ის უკვე აქ სულიერებაზე არა მაქვს ლაპარაკი მაგ სულიერ რა თქმა უნდა მაგრამ იმას უკვე ყველაფერს გააკეთებიებ აი ღმერთს რომ მოენდომებია ჩვენც ასე ვიქნებოდით და ჩვენც დაპროგრამებულებით ერთ აიგივეს გავაკეთებდით და დავხრიდით თავს იქნებოდით მაგრამ ჩვენ მოგცა თავისუფალი შემეცნების ნება რომ აი ღმერთი შეიმეცნო და პატივი მიაგო მას და გიყვარდეს ხო აი ზოგი ამას ვერ გებულობს და ამბობს ხო შეიძლება დალოცული ღმერთი ჩამოსულიყო და დაემთავრებინა რადგან არ ჩამოვიდა მაგრამ მივიღეთ ხო და ვინც მიიღო ასე ამბობენ ხო აი რატო წვალობენ რატო არის ასე რატო და მოგცა თავისუფალი ნება და გითხრა აი საით დადგებ აი საოცრება სწორედ ისა აი არის ერთი ადგილი სახარებაში სადაც მოციქულებს ეუბნება უფალი აღდგომის შემდეგ რომ დევნით ბადეო და გადააგდეს მოციქული და წერია 153 თავი თევზი ამოდის და მამები მას ყოფენ ასე 153 ანუ სამი ეტაპი ქრისტიანთა ანუ პირველი ეტაპი ქრისტიანთა როცა მასიური დევნა იყო და ეკლესიას ჯერ არ ქონდა სახე ანუ სახელმწიფოური რელიგიათ არ იყო გამოცხადებული 50% ეს უკვე როცა სახელმწიფო და ბოლო ჟამის ეკლესიამდე შუა ათობი მაგრამ 50 აი ქრისტიანთა მონათული 50% და ბოლო ჟამსო ქრისტიანთა მონათულთა 3% უკვე ცხონებაზეა საუბარი და ეხლა რატო 100% პირველი იმიტომ რომ პირველი საუკუნის ქრისტიანების ცხოვრებას რომ ნახო ზუსტად აი ფოთი აი აღიერებდნენ ქრისტეს რომ ეცოდნენ ჯვარზე გააკვრა მაგრამ იმხელა ვაშკაცები იყვნენ და იმხელა სული შემართები ეთქვნენ რომ თვითონ იმპერატორების აი დეწმინდა გიორგის ცხოვრებაში ზუსტად იქ იმპერატორის დეოკლეტიანის სოლისი მოიქცა ისი არის ოჯახისეულნით, როდესაც ხედავდნენ უსამართლოდ ადამიანები ეწამებოდნენ შინაგანი პოტენციალი, ვისაც ჰქონდა ადამიანური. ანუ ეს ფარისეულური და წიგნობრული სული, ვითომ წიგნობრული ერთ-ერთ წოდებული წიგნობრობაზე მაქვს ლაპარაკი თუ არა, წიგნობრობი რო არ ყოფილიყო, ყველა მოწამე წიგნობარი იყო, ანუ სულიერ განათლება ჰქონდათ მას, მაგრამ ანუ ეს ფარისეულური ასე ვთქვათ, ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტი საძაგელი აღთვისა ვერ ხარობდა პირველი საუკუნის ქრისტიანებში. იმიტომ რომ არამდგრადი იყო ეკლესია და ეს უკვე მოწამეობა მისთვის ასე რომ ხედავთ, აი როგორც ხედავთ, აღარ მიდიოდნენ ეს ძალები იქ ეკლესიაში და პირიქით, ანუ მოწამეობის სისხლი, მოწამეობის ცხოვრება ეკლესიას იცავდა ფარისეულთა და ამ კასტისგან. და ამიტომ პირველივე საუკუნის ქრისტიანები, რომლებიც კი ეკლესიის წევრები იყო, 100% ხდებოდა ნათელღებული. ესე იგი ქრისტეში ცხონებული.
და შემდეგ როცა სახელმწიფო სახელმწიფოში უკვე სახე მიიღო და იმპერატორები და ეს უკვე სავალდებულო იყო ძალიან ბევრი დადიოდა ან იმპერატორის ან ვიღაც მთავრის ან ვიღაც რაღაც იმიტომ თანამდებობის ან რაღაცის გამო და დღეს არა გვაქვს ეს ხო და ამიტომ რამდენს თქვენ რომ მე მამაოს ხათრით მიდივარ ხა მე გამიჯავდება ვარ მიდივარ ხო და ამიტომ არის რომ სწორედ ეჭმაკმა ერთგვარად ტაქტიკას ცვლის სპორტი ხო და უფალს ხო ხედავს ამას და ამიტომ არის რომ ბოლო ჟამს სამაგიეროდ რაც უფრო მეტად მცირედის ხონება ბოლო ჟამს ქრისტიანებს ერია ქონივრობას თხოვს უფალი ანუ სად არის მახე დაგებული სად არა ამას მხოლოდ თამდაბლურ სულს ეუწყება ხარ იერარქიულ დისციპლინაში ანუ თამდაბლო ისე კი იერარქიულ დისციპლინაში შენ უნდა ეცადო რომ აიქ გაძრე გამოძრე და რაღაც არა შენ უნდა ეცადო რომ მამას შვილური სიყვარული მოპოვებისკენ უნდა იყოს შენი სული ესაა მთავარი და როცა შენი სიგლახა გექნება რა აი როგორც ფოტინეს და როგორც ყველა წმინდანს და შენი თავის გამოჩენისთვის კი არა მე მაგალითად მინახავს რომ არის რომ ადამიანი თუნდაც არ არის ანგარი იმის გამო რომ ფული არ უნდა აიღოს და თუნდაც სინამდვილეში იმის გამო კი არა რომ ადამიანი ეცოდება და არა თავისთავი გამოჩნდეს აი ეს არის რომ შენი თავის გამოჩენისკენ არ უნდა იცადო შენ თუ გამოსაჩენი ხარ მეთე გამოგაჩენს და ამიტომ არის რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები სწორედ იმ დროინდელი ეკლესია განსხვავებული იყო შუა პერიოდისა და ბოლო ჟამის ჩვენ ეკლესიას შორის მამო ეხლა რეკლამის დროა და შემდეგ გავაგზავნოთ ჩვენი გადაცემა კარგი შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს. სამი კომუნალური კომპანიის ნაცვლად მიდი ნებისმიერ იუსტიციის სახლში და შეცვალე აბონენტი 5 სამუშაო დღეში. მიიღე მომსახურება სემეკის და იუსტიციის სახლის სტანდარტით. ერთ წილსეში ერთი ვიზიტი. სერვისით სარგებლობა ასევე შეგიძლიათ უძრავი ქონების გადაფორმებისას. სემეკი ზრუნავს რომ მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება. მომხმარებელსა და კომპანიას შორის ბალანსი და როდის გავიმეოროთ ლუდი სანაპირო მონოლით დიღომის სიტი მონოლით ჯგუფის ახალი მშენებარე პროექტია დიღომში ბობ უელშის ქუჩაზე კომპლექსის უნიკალური მდებარეობა საშუალებას გააძლევთ იცხოვროთ 5 წუთიან წვდომაზე ყველა აუცილებელ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან ოლიმპიური აუზი ტანვარჯიში არენა დიღმის ჭალები თეატრები სავაჭრო ცენტრები და მოლები და ბევრი სხვა კომპლექსში ასევე ჯერ კიდევ არის ბინების ფართო არჩევანი ფასისა და ტიპების მიხედვით, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო. თუ დიღომში ბინას ეძებ, მონოლით დიღომის სიტი შენი საუკეთესო არჩევანია. მონოლით ჯგუფი, აქ შენი სახლია. თექვსმეტი მაისი, 19 საათი, განსაკუთრებული საღამო რესტორან გეგუთში. ჯგუფი ალილო ცოცხალი შესრულებით. ქუთაისთან საუკეთესო ადგილი. დაგვირეკეთ 577 775 703 592 100 203 მოილა გრძელდება ჩვენი გადაცემა და აი თქვენ რო საუბრობდით მე გამახსენდა ერთი მომენტი მე უფრო ბრძანდებოდა ჩვენ გადაცემაში და მან ასეთი რაღაც მოყვა იყო ერთი იმპერატორიო და ყავდაო თავის სახა ხო ყავს ყველა ქვეითები თავრები თავასარლები და უთხრა ერთო იქო ქრისტიანები იგრიბებიანო წახვალ და ყველასო დახვოცავ და ეს ახლა არ იყო ქრისტიანი ადამიანი იყო ამოდა წინასწარ გაუშვა კაცი ხვალ მოვდივარ ჩვენ რომ მაგ ჯარი მოვა და ყველას დაგხოცავთ არ შეიგრიბოთ
და რომ მიდის მეორე დღეს ხედავს რომ აქედან ქალი გარბის იქეთ ხო და სად მიდიხარო და ბავშვი მიყავს რატო იქო ხო მოკლავენო და კიო ვიციო მე ეგეც მიყავს რომ ეგეც გავიდეს და ხო ცხონდესო და იქ იყოსო უფალთან იყოსო მისი სული წარმოიდგინე ახლა როგორი სულისკვეთება ქონდათ აი რასაც თქვენ ამბობთ იმ პირველ ქრისტიანებს დღეს ამას არავინ არ გააკეთებს აი წარმოიდგინე ახლა ერთი რამ რომ ჩვენ ადამიანის შემეცნება გონია რაც უფრო მეტი ბევრ რაღაც მატერიალურ სფეროში შემეცნებას მიიღებს ძალიან კარგად გაირკვევა და უშათ ამ ტექნოლოგიებს და სხვადასხვა და დაამთავრებს რამოდენიმე ინსტიტუტს რა გონია რომ ეს მიდის მარტო სულიერობა მარტო ამით არ ისახება პირიქით ეხლა როცა ადამიანი მართლაც მეცნიერია და ნამდვილი სწავლული არის ადამიანი ეს სწავლულება მას ეხმარება ნამდვილად ქრისტეს ძიებაში ანუ ღმერთის შეცნობაში ეს ამერიკას მეგობარი ეწოდება ამებიებული, მაგრამ როცა ადამიანი აი სულიერი, ზუსტად ქალწულების სული აქვს, ადამიანს თავის შინაგანი სიგლახაკი აქვს და ძალიან დიდი ტოლვა აქვს, იმიტომ რომ ბევრი ქრისტიანები მაგალითად იმ პერიოდში წერაკითხოს არისოდნენ გაცო. და ეს წმინდა წერილი სეპირად გადაეცემოდა და ანდა, იმიტომ რომ სად იყო ამდენილი მაგალითად ვისაც შეიყვარებდა მისი ერგულება ქონდა. ხო და თან რა ხდება? ეს წმინდა წერილიც კი მაშინ ხელით იხდებოდა მისი გადაწერა და როდესაც ქრისტიანებს შეებრუნდნენ არა მარტო ქრისტიანებს შეებრუნდნენ პირველ რიგში წმინდა წერილებს წვავდნენ ანუ დაწვა ადვილია მაგრამ ხო და დაწვა ადვილია და ანუ ლიტერატურის კრიზისიც იყო ადამიანში და ეხლა რა არის ამ ლიტერატურის კრიზისი რო იყო ამიტომ ეს წმინდა წერილები მხოლოდ თავიდან თაობა ზუსტად ეკლესიის მეშვეობით გადაეცემოდა და ეკლესიას მაშინ უფრო უჩანდა უკვე აი დედური სული, ამგზდელობის სული, იმიტომ რომ სწავლა განათლების ცავარი კერები მაინც უკვე ეკლესიასთან იყო, მოძღვრები იყვნენ, ან სწავლული. და ადამიანებს უკვე თავისებურ კრძალულებაც ჰქონდა და მოძღვართან ურთიერთობა უკვე ჰქონდათ მოგზალებული. აი დღევანდელზე შედარებით, იმიტომ რომ დღეს ვინაიდან აი მასიურად არის ამდენი ლიტერატურები, გაგვიკვირდება ხა ინტერნეტში რო ნახო პატარა გუშინ წაიკითხა რაღაცა თავისკვით და ისეთ საკითხებს შეეხებიან ზოგი ეწმინდანი არ მოსწონს ზოგის არ მოსწონს კი კაც უკვე ეს ყოვლის შემძლეები არ და ყოვლის და ახალი ან პროტესტანტული რაღაც იგენი უკვე შემოაქვთ თავის თავიანთი ეგე და ანდა ყოფენ იმის გამო რომ დაუშვათ ეს რუსი არის და ამიტომ არ შეიძლება წმინდანი და ანუ თავის ანუ რაღაც ეროვნება არ გააჩნია ქრისტიანობას ხო ფოტინე ქართველი არა მაგრამ ჩვენ მოსაუღარლესია ხო სერაფიმ სარუელი პაისი ათონელი რომელი ერთი გინდა გიგანტები ხო მოდი ასე ვქოთ ის ყველა ადამიანი რომელიც დედამიწას და ღვთისშვილია ეგ ხო ღმერთის გაჩენილია ყველა ხო ხო და ამიტომ არის რომ აი ეს არის რომ ამ სინამდვილეში უვიცობის ამპარტონობა ადამიანში შემოდის აი ამ ლიტერატურულ ზღვა ინფორმაციულმა პროცესმა რომელმაც ადამიანის ერთგვარი ვაკუუმი შეუქმნა იმიტომ რომ თავის კვით დიახ ანუ დედა ეკლესიასთან უკვე ურთიერთ აგერ უკვე მიეცათ და თქვენ ახლა წამოდი რამოდენიმე ათასობით ტირაჟი რო პროტესტანტულ ეკლესიამ დაბეჭდან ანუ ბოროტისგან რო ხდება ხშირად ეს იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ნაადრევად მიეცემა და ჯერ არის მზად ადამიანი ისინი ვერ იტევენ მე ამას და მათ უკვე ეკლესიასთან ურთიერთობა აღარ აქვს იმიტომ რომ ის კრიზისი ერთგვარად რომელიც არსებობდა მეორე დადებითის ის იყო რომ უფრო მეტად აჯაჭვებდა და ზუსტად ეკლესიასთან ხდებოდა შემეცნება ქრისტეს მაილე აი ხომ იყო ასე რომ ბიბლიას კითხვა ყოველთვის იყო მოძღვრის ლოცვა კურთხევით და მოძღვრის აი შემოწმების ქვეშ რატომ იცით შეიძლება ადამიანმა ეგ ვერ დაიტიოს ყველაფერი და უფრო დაიბნეს ვიდრე გაიგოს ბიბლია დიდ მონასტრებს და ლავრებს თუ ქონდა უბრალოდ სემას მაგალითად ეკლესიებს 4 თავები ქონდათ ანუ მე ვამბობ სხვა ლიტერატურაზე ლაპარაკი ზედმეტი არის ამიტომ ვინაიდან ეს ნაკლოვნება არსებობდა და იმ თებში მაგალითად სადაც სოფლები იყო და ეკლესია მონასტრები ეკლესიები არსებობდა ხო იქ ძირითადად ტრაპეზის სახარების გარდა შეიძლება ლიტერატურა ყოფილიყო და ამიტომ მათი შემეცნება ხდებოდა ეკლესიასთან ანუ ოჯახში
ლოცვებიც კი ზეპირად ისალებოდა ადამიანებთან და ბევრმა წერა-კითხვაც არ იცოდა და თუ იყო წერა-კითხვა და 4 წლები ან 2 წლები იყო ან 20 წლები იყო ხო თან გიმნაზიების შემდეგ ეს ყველაფერი ეკლესიის გვერდში ხდებოდა ხო და ეს უკვე ამდენი ეგრეთ წოდებული თეოლოგები და ეგრეთ წოდებული თვით ნასწავლის საზოგადოება რომელიც ერთგვარ არასწორ აურას ქმნის თან ამობენ მართლმადიდებელი ვარ და მაგალითად შერაცხა წმინდა როუზი ხო გამოდიან და იმ ხელა მკრახელები არიან და თავხედები რა ვიცი ხო რა უნდა უწოდე კაცო მაგრამ ეს როუზი აი რატო ვერ იტანს ზუსტად ამ ლიბერალურ თავს ებრძოდა როუზი სწორედ იმ ძალებს ამხელდა რომლებიც ამ რადიკალურ და რეფორმატორულ სულს ეხება ამიტომ რომ სიღრმისეულად თუ როუზის ცხოვრებას აიკითხავ მიხვდები რომ ეს იყო ის დიდი გიგანტი ადამიანი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ახლა ეროვნებას ამერიკელი იყო კაც პროტესტანტი კაცი იყო თავიდან მაგრამ რუსულ ემიგრაციულ ეკლესიასთან აღიზარდა და შეისწავლა მეორე მართლმადიდებლობა იმიტომ რომ ამ ადამიანმა ძველი აღთმა შეისწავლა ინდუისტური ბუდისტური და სხვადასხვა და მივიდა და წამოვიდა დღეს იმხელა იმაზე მიდის ადამიანი კი მალე დავუმთავრებ რომ ეკლესია რომელიც შერაცხავს ადამიანს წმინდანად თავისი მოსაზრებები აქვს ეს არის ძალიან დიდი საშიში და ამას იწვევს შინაგანი თავხედური სული აპარტაული სული რომელიც ადამიანს ჩვენ გვახსოვს იმ მომენტი ტაძარში და საღებავში ასხეს კი ბატონო დედამატრონას ხალხს რა შვაში აქ ეროვნება თან ვითომდა სტალინის სურათი როა იმედოშეთ ერთ-ერთი რამე არის რომ ჩვენი აი იაკობ კედმია ვითომედ ეს ებრაელი ისტორიკოსი ხო ძალიან დიდი პოლიტიკოსი ადამიანი არის და გაგეხარდება თვითონ როგორ საუბრობენ ასეთ გიგანტებზე ეს იყვნენ უბრალო ხალხი კი არ იყო ამგერმა მართლაც ეპოქები შექმნა კაცო და ამ ფაშიზმისა და ამ ჯურღმულზე გადაარჩინა სოფლიო და ახლა ვიცი რა ცოდვა ქონდა თუ რა ქონდა ეს ჩემი სარჩევი არა ეს უფალი გასცემ მოდი აი რომ აქ საკითხი ხედა ეს თქვა და დავამთავროთ ჩვენი გადაცემა რა არის იცით ევროპაში სისხლის მსმელი დიქტატორების ძეგლები დგას მაგრამ იმას არ ეხებიან მაგრამ რატომღაც აი სტალინის ვერ იტანენ დღესაც ვერ იტანენ და აქ ჩდება კითხვა უბრალოდ რატო ვერ იტანენ აი ის ძალები ვერ იტანენ ვინც ევროპაში და აი რუსეთში შემოსვლა შეაჩერა ვინც შეაჩერა ეს იყო სტალინი მარტო მაგი კი არა მამო როგორც კი მოვიდა და ანუ ესე იგი დროებით თავრობა ხო დროებით თავრობა გადაყენა იმპერატორი ხო და მე უკვე თებერვლის შემდეგ უკვე მოვიდნენ და ამ წითლებმა ხელში ასე ვთქვათ გადასცენ ეს ძალაუფლება მათმა პირველივე დაიწყეს სოდომ გომორული პარადების ჩატარება ხო შემოიღენ ისეთი აღვირახსნილი კანონები და ისეთი საზიზღარი რაღაცები აი და ამ ბოდიშ და გარყვნილობას წინ დაუდგა სწორედ ქართული გენი და ეს უნდა გეამაყებოდეს აბორტიც აკრძალა რომელიც ტროცკმა და სვერდლოვმა და ლენინმა და ამ ბოდიშ და უზრეოდებს ამ ადამიანს მე შეაჩერე კაცო აბა მოდი დღეს დიდებული დღე გვაქვს ამიტომ ერთდანები მეორე დიდებული დღე გვაქვს სიხარული გვაქვს მე ნამდვილად აი რო ხედავდი იმ კადრებს გამაჟრიალა თელტანში ცრემლე მომადგა და სიხარული მქონდა ის რომ ავირჩიეთ პატრიარქის ანდერძიდან გამოცემული ასე რომ ვთქვათ რომ პატრიარქმა თქვა ეს იქნება მოსაღდრეო და თანაბობს მე არა ვესო წმინდა გიორგიმ გამოარჩიო და ზუსტად დღეს მოხდა ამ არჩევანის დამტკიცება კიდე ერთხელ ორი სიტყვით მიულოცეთ და რა სიტყვით ჩვენ ახალ პატრიარქსებო მე ახლა რა უნდა ვთქვა ისეთი როცა ჩემი პატრიარქი მოსადეთ აყენებს ადამიანს როცა წმინდა გიორგი იმიტომ რომ პატრიარქი ეს არ იყო ისეთი ისე არ იტყოდა ამ სიტყვას რომ ესო რეალური მაგრამ მე უფე კალისად ეს სიტყვებს ვიტყვი რომ საერთოდ ჭეშმარიტი მთავარი მე მთავრობაზე ეს არის ჯვარცმული ადამიანიო და პატრიარქობაც ნამდვილი პატრიარქობაც ესე ჯვარცმული არის იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენი დიდი მამის ილია მეორეს ერთი მადლი ძალიან შეეწევა მაგრამ მეორე მიზეზაზე სიარული ასიადულიც არ იქნება მეთმაინებოთ და
ხო ჩვენ ერთხელ მივლოცოთ. კი ბატონო და ჩვენ გახარებული ვიქნებით, როცა ეს ხიზგაზება შეასრულებს. დიდი მადლობა მამაო გადაცემაში მობრძანებისათვის. გემშვიდობებით ჩვენო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.